ჰილდესჰაიმის კარის ნარატივის ლოგიკური წერტილი, ლოგიკური დასასრული მარცხენა აღთქმური ციკლის ზედა პანელია. ამ კომპოზიციაში ერთიანდება ორი ეპიზოდი, ეს გახლავთ უფლის აღდგომა და ლათინურიდან რომ თარგმნოთ, ნუ შემომეხები, ამ სახელით ცნობილი იკონოგრაფიული თემა. აქ ხედავთ მარიამ მაგდანელს მარჯვნივ უფლის წინაშე გართხმული პროსკინეზისის პოზაში წარმოდგენილი, მის წინაშე კუტრეთით აღმდგარი მაცხოვარი ჯვრით ხელში წარმართავს ჩვენ მზერას სამოთხისკენ, იმედია ხედავთ აქ სამოთხის კარიბჭეს. ისევ პარალელიზმს მინდა დაუბრუნდე და შევხედოთ სამოთხიდან განდევნას, ზუსტად ისეთივე სახის ჭიშკარია, თაღია, არქიტექტურული ელემენტებია სამოთხის განდევნაში. მსგავსი ელემენტები, არქიტექტურული კულისებია გადმოცემული აღდგომის ეპიზოდშიც. მარიამ მაგდანელი, მოგეხსენებათ, იყო პირველი, ვინც აღმდგარი ქრისტე იხილა, მაგრამ მაცხოვარი მას აფრთხილებს, ნუ შემომეხები, ეს გახლავთ იოანე მე-20 თავის ნარატივის ილუსტრირება. რქვა მას იესო, ნუ შემომეხები მე, რამე თუ არღა ახსრულ ვარ მამისა ჩემისა. სწორედ ეს ეპიზოდია გათვალსაჩინოებული ამ კომპოზიციაში, ამ იკონოგრაფიულ თემაში. საკმაოდ ხშირად გვხვდება მოგვიანო პერიოდშიც დასავლეთ საეკლესიო ხელოვნების იკონოგრაფიაში, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ საქრისტიანომ საეკლესიო ხელოვნებაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება, შესაძლოა მოგვიანო პერიოდში და ისიც დასავლური ხელოვნების გავლენით შემოჟონა ამ თემამ. მინდა მივაქციოთ თქვენი ყურადღება ისევ ევასა და მარიამ მაგდანელს შორის კავშირზე. შემთხვევითი არ არის, რომ მარიამ მაგდანელი იმდროინდელ ქადაგებაში ევას ანტითეზად მოიაზრება ძალიან ხშირად. ანუ მარიამ მაგდანელში არის წარმოჩენილი მონანიების მნიშვნელობა ხსნისკენ მიმართული მისი მონანიება, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული იარაღი იქნებოდა თანამედროვე მორწმუნეთათვის და ძალიან კაფიოდ, ძალიან ცხოველხატულად არის სწორედ ეს იდეა კომპოზიციაში გადმოცემული. მოდით ახლა ოდნავ უფრო დეტალურად განვიხილოთ. გარდა ორი მთავარი პერსონაჟისა, მაცხოვრისა და მარიამ მაგდანელის გარდა, აქ გამოსახულია ისევ სცენარეები, ხეები და ამ შემთხვევაში ემატება ფრინველები, როგორც ფიქრობენ, არწივი უნდა იყოს. არწივის ხსენებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა იოანეს სიმბოლო, იოანე მახარებლის სიმბოლო გაგახსენდებათ ალბათ. არწივის სიმბოლიზმზე ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, არა მარტო ქრისტიანულ კულტურაში, არამედ ძალიან ბევრ ხალხთა კულტურაში. არწივი მეუფების, ძალაუფლების ნიშნად არის მოაზრებული. მაცხოვარი, მიუხედავად იმისა, რომ მიბრუნებულია მისი ფიგურა სამოთხის კარიბჭესკენ, გადახრილია მარიამ მაგდანელისკენ და ხელის ჟესტითაც მოუწოდებს გაჰყვეს მას სამოთხისკენ, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, კარიბჭის და სცენარეების მეშვეობით არის მინიშნებული. თუ შევადარებთ მარჯვენა კომპოზიციას, ეს აღმავალი ხაზი სცენარეების უკვე ვთქვით, მარჯვენა ზედა კუთხეში ვხედავთ ანგელოზის მოფარფატე ფიგურას, მას ეპასუხება ხეზე წამომჯდარი ფრინველი, რომელიც სამწუხაროდ აქ არ ჩანს, თლად გარკვევით. მაგრამ ჯერ პასიურია ეს ფრინველი ამ ხეზე. კომპოზიციის მეორე საპირისპირო ნაწილში
ორი ფრინველია გამოსახული, ისინი უფრო ანიმირებულები არიან, უფრო აჟიტირებულ პოზებში არიან გადმოცემული, რაც 64-ის ნეტარებაზე მიგვითითებს. საგულისხმოა, რომ აი აქაც ისევ წინ არის წამოწეული შეხება, ხედავთ თვითონ სიუჟეტი და მაცხოვარსა და მარია მაგდანელს შორის ეს დაცული ცეზურა თითქოს გარკვეულწილად აი ადამიანს და ევას ამ კომპოზიციას მოგვაგონებს. საგულისხმოა, რომ შეხებასა და რწმენას შორის კავშირი ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევში გვხვდება. აი ეს მოტანილი მომენტებიც აი ამ კარის პროგრამიდან ცხადყოფს თუ როგორ იკვრება წრე ადამიანსა და ევას შეხების საპირისპიროდ, როგორ სულ სხვაგვარი შეხებასთან, არ შეხებასთან უბრალოდ გვაქვს საქმე. საგულისხმოა, რომ შეხება არ არის ნაჩვენები არც ძველ აღთქმურ ეპიზოდში და არც ახალ აღთქმურ ეპიზოდში, არც მარჯვენა კომპოზიციაში. ამგვარად, მორწმუნეები, რომლებიც კარის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ, იმ კარის წინ, საიდანაც ეკლესიაში მოხვდებოდნენ მორწმუნეები, მის დასავლეთ ნაწილში, ეკლესია შეგახსენებთ, რომ 64-ით იყო მოაზრებული, თითქოს მარია მაგდანელის როლში გამოდიოდნენ, შემდეგი ნაბიჯით ეკლესიაში შესვლით საკრალურთან რეალურად შეხებისას მათ ეგულვებოდათ ხსნა. ამგვარია ძალიან მოკლედ ჰილდესჰაიმის ბრინჯაოს კარის ნარატივის თავისებურება.